ძალიან ცხელა გოგოებო. ეს არის ჩემი დღეები. აი ესეთი დღეები მიყვარს მე. ძალიან მაგრა რო ცხელა. მათე, შენც გიყვარს ხო ესეთი დღეები, დედიკო? რა? ბურთი გინდა? არა. დღეს ვერადე. გავიდა? არა, მე არ მithქვია დღეები, ზუსტი. არ მithქვი. ზუსტი დღეები არ მithქვია შენთვის, დე? შეიძლება ძალით მათქმეინე, იმიტომ არ მახსოვს. დღეს ვერა. აი მე, ეს ვინ არის მათქმეინებს ხოლმე. ხვალ. ალბათ მაშინ მითხრა 5 დღეში და მე ახლა დავიღალე და ოკაი, შეიძლება უთხარი გაუაზრებლად. აი, მათყარა გამოხვალო ახლა, ნახე, საქმეებს როგორ არ ვიცი. აი, აღარ გეტყვი ახლა. აღარ გეტყვი. როცა არ ვიცი. მე შენ ბურთი გიყიდე? მე შენ ბურთი გიყიდე, დედი? ერთი კვირის წინ. ზუსტად. აუ, ერთი კვირის წინა ყოველ დღეა. ამაზე კვირები ხერე, ამდენი ხანი გავა. აი, მე და ახლა შემიძლია, ვინ არის ეს ბავშვი? ვინ არის რა უნდა ღმერთო ჩემი? ჩავჯექით ჩვენ ლურჯაში მათე. ჩაჯექი მათე ჩვენ ლურჯაში ბესუნ ლაპარაკობ. ძალიან მიყვარს სიცხე, რა კარგია. ვიდნენ ეთი. კაია. რა ცხელა. მე კარგად ვარ, აი ესეთ ამინჩი ვარ კარგად კი. ხომ არა, მანქანაში რო ნამეტანის. აი ძალიან მომწონს. ისე ძალიან მომწონს ეს სიცხე რო აი ვერ აგიხსნით. ვერ აგიხსნით რა. იმიტომ რომ სახში ხარ და ცივა. ძალიან მომწონს. ჟაკეტი ვერ გავიხადე კაცო. ეს თირამ გინახიათ გოგოებო, ჟაკეტი ვერ გავიხადე. ახლა გავიხდი. აი ხა 31 ვიდეო 32. აუ რა მაგარია. გერი. ძალიან მაგარია. ძალიან მომწონს. გავიგუდე მათე უყურე მიმკვდარებული წევს. გაიგუდა. არა დასამო ძალიან მიყვარს სიცხე მე. და საერთოდ ვერ ვიტანდი ხოლმე გოგოებო. თვითონ არ ვიყავი. ხო, რატო მაგიტო? თითქოს ხდებოდი ხოლმე. არა, ძალიან გამომისწორდა მე ჯანმრთელობა. ფეხები მტკიოდა ხოლმე ბოლოს უკვე იმ წონის გამო. რას ლაპარაკობ, სულ არ მიხდებოდეს, ჯერ ეგეთი ძალიან მიხდება და მომწონს, როგორც გამოვიყურები და რო არ მიხდებოდეს, მაინც იმდენად კარგად უგრძნობ თავს, ეს რამდენი კილო დავიკელი? რამდენი კილო დავიკელი იცით? 30. 30 ან ცოტა მეტი. ხო. იმდენად კარგად უგრძნობ თავს და ჯანმრთელად. რომც არ მიხდებოდეს, მაინც მისჩევნია ჩემი ეს წონა, რაც მიხდება. ბიობიოში წავიდე? ხო.
არა და მიხდება თან. შე როგორ გიჩემნია გია 90 კილო ვიყო თუ ეს? აბა თქვი. მე ისე მირჩევნია შე როგორ საგეცნო თავს გავიგებ და ჯანმრთელად. მე არ ჩაჭირა 90 კილოს გრამში იგრძნობ თავს ჯანმრთელად იყავს 90 კილო. 60 კილოში იგრძნობ 60. ჩემი თავი მე როგორც მომწონს ხო? მე ისეც მიყვარხარ და ასეც მიყვარხარ. სამშობლო. ადამიანს უყვარს პიროვნება, ხასიათი, ურთიერთობები და ეს არის ფასეული თორე ხო პუტლე ადამიანი რანაირ წონისაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა გამოიყურებოდეს და საინტერესო არ იყოს მასთან ურთიერთობა, მაინც არ გიყვარს. კი. გეთანხმები. ზოგი აი ცნობილი ადამიანები ვინც არიან, ზოგი ძალიან დიდი წონა აქვს, მაგრამ ძალიან ბევრს უყვარს. იმიტომ რომ რა თქმა უნდა. ხასიათი აქვს ძალიან კარგი. წონაზე არ არის ხო? შე როგორ გძნობ თავს? კარგად. ანუ ეგ არის მნიშვნელოვანი. თორე ვისაც უყვარხარ გიას ინტერვიუ ჩამოვართვით. ისეთიც უყვარხარ და ისეთიც, მაგას აზრი არა. და მე ბევრისგან გამიგია, რომ 90 კილო რო ვიყავი, უფრო ბედნიერი ვიყავი, ვიდრე 60 კილო რო ვარ ახლა. ეგრეც გამიგია გია. მაგას არა აქვს დიდი გადამწყვეტი მნიშვნელობა. თავარია შენ როგორ გძნობ თავს შინაგანად. მე 60 კილო რო ვარ ახლა. უფრო თავდაჯერებული ვარ, უფრო მომწონს ჩემი თავი. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ალბათ მეტყობა კიდევაც ეს. მე არ მომწონდა ჩემი თავი 90 კილო რო ვიყავი, იმიტომ რომ რო გავთხოვდი არ ვიყავი 90 კილო, ესე ვიყავი. თორე ეგიას ხო ახსოვს? ხო გამხდარი ვიყავი გია. 60 კილო ვიყავი. ებძიმობის შემდეგ. ნიკაზე ხო ფეხბურთით რო დავჭი, მაშინ მოვიმატე 20 კილო. მაშინ. აურა ლამაზია ეკლესიის ეზოგი. ყვავილები. წავედი გადავედი ახლა. ნახოთ რა მოვიტანეთ გოგოებო ერთი ესეთი დიდი პარკი. ეს არის ბიუ-ბიუ. კერდი ვიყიდე და აქ მაგ კიდე კარაქი და მკედი წვნიანი უნდა გავაკეთო აუცილებლად. წვნიანის გარეშე არის რა ვიცი რა შეუძლებელი. ეს მათუნია მაიღო. ესეც მათუნია მაიღო. ეს ჩემია. სალფეტი. ხახვი. 40 ლარის არის ეს ყველა. ბანანი. კვერცხი. ეს ძალიან მიყვარს. ორი соуსი. პური და კინცი. ესეც დღევანდელი პროდუქტები. ერთი დღისა. მოიცით ერთი დღისას ვყიდულობ ყოველთვის. აი ეს. იცით რა კარგად ფუსფუსეებ ჩემთვის გოგოებო. ესენი გავრეცხე გუშინ. ხარ გავაუთხოვებ ხარ ეს. გავრეცხე. ესეც. ტილო.
გაუთავება კი კარგი იქნებოდა. ლამაზი იქნებოდა. უფრო მეჭმეჭნულებია, მაგრამ არა უშავს მცხელა ძალიან უთოსთვის. ესეც გავაუთოვები დიდ თან ჩართული მქონდა უკვე. ხო, ვაკეთებ საჭმელს. სადაც. ეხლა იცით რა მინდა? აკეთეთ. აქ ამას შუშავ დიდ ხვაფში ვაკეთებ. იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ соуზი და დიდ ხვაფში მინდა რომ გავაკეთო. აქ კარტოფილი მაქვს უკვე გავრეცხე ესეც. ეხლა ამას დავჭრი. გასარეცხია. დავჭრი ახლა კარტოფილს, მოვშუშავ ერთად და ხახვი და ტომატი ცალკე. მათედაბლა წავიდა. სათამაშოდ ბიჭი. ისე. სად მიდიხართ დასასვენებლად გოგოებო, ალბათ უკვე ფიქრობთ, აპირებთ. ეს არ ვიცი. ჩემთან როგორ იქნება. ორი დრით რომ მაინც მოვახერხო, ეგეც იქნება დიდი ბედნიერება. სოფელში შეიძლება ეხლა. მაგრამ ზღვაზე მაგალითად კარტოფილი ბევრი გავწვენი. იმიტომ რომ წვნიანი მინდა რომ იყოს. წვენსაც ვერ შევუყენით ხა ამას. ხელა ქვაბია რომ აიტანს და კარგად ეყოფათ დღესაც და ხვაშუა დღემდე. მათეც გიჭამს ამ საჭმელს. კარტოფილები რო აქვს, მიითმევს გემრიელად. არც მინდა რომ გასუქდეს ახლა ძალიან ბევრი ჭამოს და რაღაცა. არა იმიტომ რომ მათე რო დამეწვა, პატარა რო იყო. მაშინ დამწრობის ცენტრში გვიწვა თბილისში. და ცენტრის დირექტორი რო აურაშებიანი კაცია ერთი, თუ იცით. აი მაგარ მითხრა, რო გაიგოს, რა ვიცი, ყველაფერი გამოგიხარ რა ამ კაცმა და რო გაიგო რომ მამაჩემს დიაბეტი აქვს, მითხრა მათეზე რომ მათი არ გაასუქო. ეხლაც ყურში ჩამესმის მისი სიტყვები. ბავშვი არ გაასუქო. ისე მითხრა თვითონ. ხო და რა თქმა უნდა არ მინდა რომ გავასუქო. თეთრ.
ეხლა ამას გოგოებო წამოვუდუღოთ ჩვენ წყალი. და თან ხახვიც უკვე უნდა დავჭრა და მოვშუშო. ეს ტილოები არის ერთ შერადები. ახალი ავიღე, ფანჯრები კი გავწმინდი აქაც, იქითაც. ვიკა შეთახში ვადამჩა გასაწმინდი, რო დათვა. რაღაცნაირად ჩემ თავს კი არ ვაზალებ. თავისთავად მომინდა დალაგება. რო გამოთქებოდა ხოლმე. სოფელშიც მაშინ ვიწევდით. უბორკებს გენერალურად დალაგებას და ეხლაც ანუ მიჩვეულობ როგორც ვარ, ეხლაც მივდება. ნუ გავაკეთე ეს ყველაფერი. მე სუფთა ფანჯრებს ვხედავ, როგორ მიხარია იცით, როგორ მაბედნიერებს. რო გამოანათებს ხოლმე. იქასთან გადამჩა და მორჩ. გუშინაი ამის გაწმენდით რომ დავიწყე მივყევი მერე. ერთიც მინდა ხახვი. ხახვის გემო საჭმეში ძალიან მიყვარს გოგოებო. მივრის ისი არა, როგორც ხახვის. ხო და ერთიც დავჭრათ. რადგან ბევრია. კარტოფილიც და ორი ხახვი მოვშუშოთ. ხო ვაკეთებ სულ საქმეში ვარ მე სულ ხო ვაკეთებ ამბეს საქმეს მაინც სულ საქმეა წინადღეთ ასაცმელი გადავარჩი არილევა გოგოებო რა ერთ სიტყვით საქმე არილევა ადამიანი, მაგრამ ზოგჯერ შენთან უნდა უთხრა, დღეს გეყოფა ეხლა ზოგი რაღაცა ყვარ. დავაკეთე. სარეცხი ჭურჭელი და საჭმელი ეგ გადაუვალი საქმეებია ყოველდღე. ეგ არის ყოველდღიური. რაც უნდა აკეთო. ეს გადასაგდებია უკვე.
ვითარება ხა ესეთი. ეს ქათამიც არ არის, ხა ძალიან ცხიმიანი კერგია და იყოს. ახალი კილოც გვინდა, იმიტომ რომ ის ჩაუყვა. იყოს ახალი კილო. გადავყაროთ. ესე. და ახლა დაველოდოთ ხავს. მოიშუშოს ძალიან ცეცხლზე. მე არ მიყვარს მაღალ ცეცხლზე მომზადებული საჭმელი. ეს მე ცეცხლზე მოიშუშო. ასაც დავამატებ ბარემ. წას. და მარილის სამარილე და საშაქრე მაქვს კარგად გასახეხი. და ნუ ჩაიდანიც ბარე. ბარემ ჩაიდანიც. დასაყენებელი ჩაის. შენი ნაკად მოყარო ახლა. მარილსა ამაზე გადმოყრი, იმიტომ რომ ცოტა არის, ბევრი არ არის და მე უკან დავაბრუნებ. სასახეში რა არის? ახლა ყავით. შაქარი. ეს. მე ჩავყრის. ეს მჭირდება ჯერ. ხახვი დავჭერი და ის უნდა დავჭერ, არაფერია მაგას. ის ამასაც გავაკრიალებ. ფანჯრის რაცაზე. ესე.
აი ესე და გაშრება. ერთად გავიხედოთ ცოტა. გაშრება თორე ამით ვერ გავწმინდა. ეხლა გვინდა ჩვენ ტომატი, რომელსაც დავამატებ ხავს. ჯერ მე მგონი რომ არ მოიშუშა. ეს ფერი უნდა გავწადო. შეძროუნ დაკით. აი ესე შუშა. მოკლოს ფრად. დავამატებ ტომატს. ეხლა ტომატთან ერთადაც მოიშუშება. ცოტა და გამოვხდა. ეს ტოფილიც უკვე მოიხარშა გოგოება თითქმის ცოტა აქელა. ცოტა ინჟინერი და სუნელები. და გავედი ბოლოში. დღეს თავისუფალი ვარ ჯარიდან. არა. ესე გადამიტრინდა ნიორი გადამიფრინდა. გემრიელი გამოვა ახლა ეს. ძალიან გემრიელი. ხოდა გემრიელად მივირთმევთ. ტომატი, ცალკე რომ მოვიშუშე. სუნელები, მწვანილი და მორჩ. აი ესე გამოიყურება ჩვენი соуსი. გემრიელად ხა გამოვთოთ სასწრაფოდ, რომ ვანილი არ გადაგვეხარშოს.